მათ ხო არ ვარ, რა თქმა უნდა, უთამოყარო ვარ. 70% ბიომასა, სადმე რამე არ ვიხეირო, ამას აკონტროლებენ. საზოგადოებიდან ჩვენ რამეს მივიღებთ? უმადური საზოგადოებიდან. 70% ფსიქოლოგიური ნაგავია. აი უმადურ 70%-ს, აი ფსიქო ნაგავს შევახსენე მათ გამო რა დღეში ვართ ჩვენ? ჩვენ აქ უნდა მოხუცების დასმელი ვრეცხო და თქვენ ფული უნდა გირიცხოთ. აბა რა ჯანდაბა უნდა ქნა. და ჩემი განცხადება გაიკვირდა თქვენ რა ადამიანები თქვენ, რომელიც შემოგეწირა თქვენ ბიომასას, ბიონაგავს. თქვენ გამოსწორდებით და თქვენ გამოواردები და მე მომცემთ ხმას, ლეიბორისტულ პარტიას საერთოდ თქვენ გონიათ მე ამის მჯერა? ამ ილუზიების ტყვეობაში ვარ ისევ, როგორც ადრე ვიყავი, რაღაცა რომ მეგონეთ თქვენ. აი სუფრაზე მიღებული შტაბეჭილებით, კაცები და ქალები და ადამიანები რომ მეგონეთ. ან თუ მართლა ამას ემიგრანტები წერთ, ვინც მათხრათ, აი, მართლა ასეთ ემიგრანტს არ უნდა იღებდეს აქ ჩამოსულ. ევროპიდანაც, ამერიკიდანაც, ისრაელიდანაც უნდა გამოძევდნენ. და ეგ უნდა ამოხდეს სულ. აი ამ 70% ბიომასას შევწირე ჩემი ბიოგრაფია და ჩემი ბრწყინვალე კარიერა, ჩემი პირადი ინტერესები. ეს გავაკეთე იმ 70% ბიომასის, ბიონაგავის გამო, რომელიც დღეს ბლანსბობს და ამუნათებს, რატო ვთხოვლებ შემოწირულობას. ვერ ვიყიდე 70% ბიომასა და მთელი ევროპა არის ჩაჭიდებული, რომ გამოაძლოს როგორმე ქვეყანა იმ უკანალიდან, სადაც აი ამ 70% ბიონაგავის გამო მოხდა. ისრაელიდან ესენი ყველა გამოსაკრელიო და მე მივწერე. ჩემს მეგობარ იცხაკ რაბინს, პრეზიდენტ ისრაელისას, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი იყო, რომ ეს ხალხი გამოყარონ იქედან. ფულის მაგივრად სხვა რამე რომ შემოგთავაზოთ არ გინდათ? მეთქი რა უნდა შემოგთავაზო, შეიდიოტო სხვა რამე. თავში ტვინი რო არ გიდევს, შე რა უნდა შემოგთავაზო? არა ხარ თავამტყოფები ხალხო? ვინც ლაპარაკობთ იმას, რომ მე ხმებს ვყიდი და ესე იქნებით უბედურები მთელი ცხოვრება. თქვენ გაჭირვებულები თქვენ.